ყველაზე მეტად რამ გამაოცა. როცა ვნახე ეს რა არის სამოქალაქო ომი და ღალატი აფხაზეთში ღალატი, ნამდვილი ღალატი, 100%-იანი ღალატი. აი მაშინ ვკითხე ჩემ თავს, რა მოხდა? ვინ შეცვალა ჩემი ხალხი? როგორ შეიცვალა? მე სხვა ხალხი დავტოვდა, სამხთა სულ სხვა ხალხი. ძვას რო თოფი დაძდევს. და ესეთი სიტუაცია. აფხაზეთის პრობლემები დაიწყო მე-18 საუკუნეში. მას მერე რაც რუსეთი შემოვიდა საქართველოში და ჯერ კიდე არ იყო შემოსული. რუსეთმა ეს ნაღმები მაშინვე აამოქმედა. მერე მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ეს ნაღმები არსებობდა. ხრუშჩოვმა უთხრა ჯავანაძეს, რომ თუ თქვენ ჭკუით არ იქნებით, მე თქვენ აფხაზებს მოგისევთ. ესე იგი, ეს პოლიტიკის დონეზე იყო ჩამოყალიბებული მუშაობა, სეპარატიზმის მომზადება. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ციკლი იყო თითქოს 10 წლიანი, იქ ეს პროცესები იწყებოდა. იგივე 78 წელს და შემდგომაც. და 87-88 წლიდან ეს პროცესები უკვე ძლავრად დაიწყო რუსეთმა. მაშინ უკვე ორჯერ თუ სამჯერ ქონდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოცხადებული. და იური არა, მაგრამ სამხრივად, მაგრამ ეს ასე იყო. აფხაზეთში 3 გენერალი იყო, რომელიც არაოფიციალურად ეხმარებოდა სეპარატისტებს. ესენი იყვნენ კოლესნიკოვი, რომელიც შემდგომში გენშტაბის უფროსი გახდა რუსეთის, ჩინდაროვი და ვარაბიევი. აი ჩინდაროვთან მქონდა საუბარი, მაგრამ არ დამელა პირდაპირ მითხრა, რომ ესე მოკლედ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხოს, იმიტომ რომ შევარდნაძემ ჩვენ გერმანიიდან გამოგვიყვანა და იასტავილ нас в чистом поле. რა გვაქვს ჩვენ აფხაზებთან გასაყოფები? რას მიიღებენ აფხაზები ქართველების გარეშე? ნუ რანი დაიჯერეს, რომ გულწრფელია ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ საქართველოს გვინდა წასვლა და სადღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ტყუილია, თვითონაც არ ჯერა. თვითონაც არ ჯერა. რადგან შესანიშნავად იციან, რომ ეს 70,000 თუ 80,000 კაცი სულ რაც აფხაზები მეტი არ არიან, ვინც ახლა ცხოვრობს საქართველოში და აფხაზეთში, 10-15 წლის შემდეგ არაფერი არ დარჩება, ისე როგორც არაფერი არ დარჩა ბევრი ხალხისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში. გრაჩომ ზუსტად აფხაზეთის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გადაცა ჩვენ მაშინ შეიარაღებულ ძალებს კიტოვას ახალციხის დივიზიის მთელი შეიარაღება, თურქეთს ეკონა საბჭოთა კავშირის გათვლილი, დიდი შეიარაღება გადაცა და იცოდნენ მათ, რომ ეს აფხაზეთში წავიდოდა. ეს საშიში ძალა, ნურავის მოგონია, რომ იმპერია დაისხვა და მორჩა დამთავრდა ისტორია, ამით არ დამთავრდება იმპერიის ისტორია. კიდევ შეხვდება ჩვენ ბევრი და დიდი სიზნელეები. ამხელა მასშტაბის პოლიტიკოსი რომლის ესე ვთქვათ, მთელი სამოქმედო სფერო ყოველთვის იყო რა, აზროვნება, მუშაობა რაციონალურად, გარკვეული გადაწყვეტილებით მისაღებად და ასე საერთაშორისო მასშტაბი და უცებ აღმოჩნდა ესეთ ესე ვთქვათ, კრატერში ჩაგდებული, სადაც ესე ყველაფერი დუხდა და თუხდა და აქ ის აღმოჩნდა ესე ვთქვათ, შეუდრეკელი. სოხუმში რამდენიმე დღე ვარ და სიმართლე გითხრათ, გარდა სოხუმისა, ჩემთვის არაფერი არ არსებობს ახლა. ეს გახდა ტრაგედია ერისთვის და რა თქმა უნდა, ტრაგედია ერის ხელმძღვანელისთვის. Я говорил неоднократно, что все зависит от России. В Абхазии, если говорить о миротворческом процессе, он будет протекать так, вернее, по сценарию, составленному Россией. აი, ალბათ ძალიან იშვიათია, მაგრამ შევარდნაძე თვითონ უკვე ამასაკის ადამიანი პრაქტიკულად მუდმივად ჩამოდიოდა ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ყველგან და არა უბრალოდ ჩამოდიოდა, გადიოდა ფრონტის ხაზებზე. პირველი დღიდან ბოლო დღემდე, როდესაც ჩვენ სოხუმი დავტოვეთ, ბატონი ედვარდის ვაჟკაცობაში და უშიშრობაში არავის ეჭვი არ შეპარვე. პირველი მიდიოდა ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში
ვეწინააღმდეგებოდეთ ხშირ შემთხვევაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაღაცნაირად შეგვეზღუდა მისი გადაადგილება, მისი მოძრაობა, არავითარ შემთხვევაში ანგარიშს არ გვიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ევალებდა. რა გვექნა, ჩვენც მივყვებოდით. ნუ გეშინიათ, მე გადაგარჩენთ თქვენო გვეუბნება. Ваша security men, личный охранник, уже спросил вас, по крайней мере, 3, 4, 5 раз, улететь из Сухуми. Это так? Это правда? Это верно, но пока охрана не подчиняется. შევარდნაძე სამწუხაროდ ამ ეტაპზე, ახლა როცა ვლაპარაკობთ აფხაზეთის ომის დაწყების წინ, ვერ მართავს სიტუაციას, ვერ აკონტროლებს, აბსოლუტურად ვერ აკონტროლებს შეიარაღებული ძალებს, შეიარაღებული ძალები რა იყო, გვარდია და ფორმირებების გარკვეული ნაერთი იყო. შევარდნაძე არ იყო ჯერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური, მას სრული ძალაუფლება არ ჰქონდა. არსებობდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი, რომელშიც შედიოდა 4 კაცი: შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი. და ის იძულებული იყო ამათთვის გაეწია ანგარიში. კიტოვანი შევარდნაძის და სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებებს კი არ ასრულებდა, გერეუს ინსტრუქციებს ასრულებდა, იგივე ინსტრუქციებს ასრულებდა არძიმბა და მიზანი იყო, რომ ერთმანეთს დატაკებოდნენ და დაწყებულიყო ომი. ის რომ ბეპაევმა ერთი დატვირთული მანქანა იარაღი მიცა გამსახურდიას იმას, მეორე დატვირთული მანქანა მიცა კიტოვანს. ნუ რა, ესე იგი ბეპაევი დაინტერესებული იყო იმაში, რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან ებრძოდა, იარაღს აძლევდა. პოლიტიკური ძალები ქვეყანაში არ არსებობდა, არ იყო კონსენსუსი, გაყოფილი ქვეყანა ორ ნაწილად, ერთ მხარეს შეიარაღებული ძალები, რომელსაც ზვიადისტებს ეძახდნენ, მეორე მხარეს ვთქვათ ანარქიული თითქოს და სამხედრო ფორმირებები, მაგრამ იმასაც კიტოვანი ედგა სათავეში. აფხაზეთის ომში მოდიოდა ყველა თავისი ჯარით. აქეთ ჯაბა იოსელიანის, იქეთ გენო ადამიანს, ედუარდ შევარდნაძე საერთოდ ამ ძალების გარეშე იყო. იქ მოხალისეთა მიერ დამოკომპლექტებული ბატალიონებია, შენ იმას ვერ გამართა. ვერ შეტევაზე წაიყვან, ვერ თავდაცვაზე. და ეს ჩვენ პირდაპირ ოჩამჭირეში ვნახეთ. შეუძლებელი იყო პატარა ბარჟებით ტყვიაწამლის, რაღაც ყველაფრის შემოტანა იქეთ. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გატარება ზუგდიდის და სამეგრელოს ტერიტორიაზე. მომარაგება არ იყო უკვე. რთული იყო, თვითრენაირად გადაყვანილი ჯარის კაცები იქიდან წამოყვანილი, თანაც როგორ იყო, წაიყვანდი იქვე დააკომპლექტებდი საბრძოლოებმა, სანამ დაგეგმავდი, ჩვენ დავიღალეთ, რომ ჩვენ უნდა შევცვალო, მოდიან თბილისში. არარეგულარული ჯარი ეს უმართავია საერთოდ. Ყველანი ადგილზე адгилов. Ну я приехал ახლა რა. Я должен туда поехать, я должен ситуацию разобраться. Давай. Там командование есть или нет, я могу быстро. Задари сейчас стой, там очень много. Все. Давайте. Я быстро сейчас разберусь с ситуацией. უკეთეს შემთხვევაში იყვნენ ის ჯარის კაცები, რომლებიც ჯარში მსახურია, საბჭოთა ჯარში ვიცი მსახურობს. ერთადერთი ის ვიყო, აი ჩვენ ვიც ვიყავით, მის აი ვთქვათ მართლობის ისინი, მაგრამ ჩვენ ამ მართლობას ხო ვერ ავიღებდით ჩვენ ხელში. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე ამას ვერ წყვეტდა, თავდაცვის იყო კიტოვანი. ადამიანმა, რომელსაც არ სამხედრო საქმე იცოდა, არ სამშობლო სიყვარული იცოდა, მე როგორც ვატყობ ესეთი მაშინ თუ როდესაც შენ უყურებ, რომ შენ უკვე ზედმეტი ისახარ, ხო? იმედ ერთად აწვევი სახელმწიფოს. უნდა გადადგე, მიცე იმის საშუალება, რომ გაკეთდეს რაღაცა. ისურის ის იქიდან, ის. აქეთ გამოდი, შემოდი, ისურის. ნათქვამიც არის, რომ ვაჟკაცებსო ტყვია არ ეკარებათ. მე სხვა ახსნა იმისა თუ როგორ გადარჩა ის ბრძოლის წინა ხაზზე გასვლის დროს, როდესაც ნავთობწნები დაუშინეს იმ სახლს, სადაც ეგ ცხოვრობდა დაცვის მუშაკებთან ერთად. ეს იყო გადარჩენის, რა გითხრათ, შანსი ალბათ 1-2% იყო, მაგრამ გადარჩა. ღმერთმა დაინდო მაშინ. აფხაზეთში ჩამოდის რეგულარულად. აი ამ ყველაზე მძიმე პერიოდში. ჯერ მარტო თვითმფრინავის ყოველი გადმოფრენა არის
რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათო და ის გადის ფრონტის ხაზზე, რომელიც იბომბება გრადის ჭურვები და საარტილერიო ქვემეხები და იმით და ამით. დილით იქნება საშუალება. ზეგანს მაინც ინარჩუნებენ ჯერ. ასე გამოდის. ერთი პერიოდი გრძნობდი რომ მას აქვს რწმენა ღვთის ასე განგების რომელიც მას იფარავს. ესე მე ამას ვგრძნობდი რომ ეს ქონდა რწმენა. მე რო გეუბნებოდა ხოლმე, ნუ გეშინიათო, მე ღმერთი მიფარავს და თქვენს ჩემთან ერთად დაგიფარავთო და ალბათ ბევრ შემთხვევაში ამანაც გაგვიმართლა. ერთ ნახევარსაათს ასულები ვიყავით პოზიციაზე. უნდა დავჯეგეთ მოსასვენებლად, უნდა გამაწილებული ვიყავით ისე რაღაც ვერტალოდის ხმა გავიგეთ. და უცებ ჩავწეკით და 10 მეტროში ჩვენგან პალიანა იწყებოდა. და უცებ ერთი დაжда და ებიჭებოდა მერაბი ერთი ჩვენთან. და გრანატა მიოც მოკიდა ხელი და რომელიც პირველი რო დაжда უცებ ესროლა და აფეთქა. სამი გადმოხდა. და გაიქცენდა და არჩენი აფეთქდა ვერტალოდი და ჩაიწვენ შიგით. ამდენი იყო, ვინ იყო არ ვიცი და ორი გაბრუნდა უკან. და მე 14 წელში გზადმა დაგწყო და დაგვეჭრა ბიჭები და ჩამოვიყვანეთ. ფერა აქშო სონარ როდის ჩამოდის კიდე. მე ნახევარსაათს უკვე ჩამოსულია, დაჭრილები ჩამოვიყვანეთ. და ბიჭები დარჩენ? კი, ბიჭები დარჩენ. სამხედრო პოლიცია მთლიანად იქაა და ჩვენი ნაწილი. ჩვენი დახოცლები არ იყო. არა, ხო? მე რომ წამოვიყვანეთ, იყო ყველა ცოცხლები დაჭრილები. შენახაური ხარ? შემოდგომა 92 წელია, ბოლნის დმანისში ძალიან დაეძაბა სიტუაცია. პრობლემები შეიქმნა და სასწრაფოდ წავედით. გამგეობის შენობაში ტარდება თათვილი. და ესე რამოდენიმე პიროვნება დაცვიდან დგავართ, პატარა მისაღები იყო. და უცებ შემოდის ერთი პიროვნება შავებს ჩაცმული, შუბლზე შავი ლენტა უკეთია, კილოც ისეთი აქვს, ცოტა სვანური და უცებ ამოიღო ჯიბიდან ხელი და უჭირავს ხელში ყუმბარა. და გვაჩვენებს, აი ყუმბარა. აი კალცო. მეორე ხელში უჭირავს ეს ჟგოლი, დამცავი ჟგოლი, შემიშვით შევარდნაძესთან. ნუ როგორი თემა, ოდნავ არასწორი მოქმედება, ოდნავ არასწორი გადაწყვეტილება, შეიძლება ხელი გაუშვას და სულ ყველა დავიღუპებით ვინც იქ ვართ. ნუ მოკლედ ახლა იქ როგორ მოხდა რანაირად გადავაფიქრებინეთ ამ ახალგაზრდას ამ ყუმბარის ესე ვთქვათ გახსნა და რაღაცა ეს მეორე თემაა, მაგრამ მაინც ბატონმა ედვარდმა იკითხა რა ხდებაო რომ გამოვიდა ხმალზე და ნუ უთხარით ესე და მივიდა არ შეშინდა. მიუხედავად იმისა რომ ვცდილობთ რომ არ მეგვეშვა, მივიდა და პირდაპირ აი ესე რა გინდა. რატო მოხვედი პირდაპირ აი ესე და რამდენს ბედავ. პიროვნება დაიბნა. ნუ აი ძნელია სიტყვებით ეს თუ არ ნახე ამის გადმოცემა რთულია რა ხდებოდა მაშინ ჩვენში რა ხდებოდა რომ ველოდებთ რაღაცა შეიძლება მომხდარიყო და ესე უშიშრად ფაქტიურად გააუნებელყო ეს ადამიანი. მოგკითხოთ როგორ ახართ მეთქი? კარგად ვაშკაცურად. კი ვარ. ვაშკაცურად გიხარ. გამარჯობა. ვამუჭომორო. შველას ვითხოვ. შველას ვითხოვ. რა უნდა და ამ ხაზებს უკეთეს ყველაფერი მათ ხარეზე იყო. რა უნდა და ყველას. ბატონ ედუარ, ჩვენ ადგილებრივ ხალხს რატომ არ გვაძლევთ იარაღს? მოგცა. 60 კაცი ვარ, მაგრამ ახაიგაზრდა ჯობი ვარ, ტროიაში და. მომეცით იარაღი. მე ვიცი რომ გიჭირთ ახლა ორი არ არის, წყალი არ არის, არაფერს არ ვამბობ, ჩვენ არ წუწუნებს ხვალზე, არაფერს არ წუწუნებს. თქვენი ჩამობზანება ეს არის დიდი მორალური გამხნევება ამ სოფლისათვის და ყველასათვის. მადლობთ. მშვიდობას გისურვებთ. მშვიდობას და მშვიდობა უიარაღოდ არ იქნება, უნდა უნდა რახან გითხარი? თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ. სოხუმში, აჩადარას რაიონში სკოლა იყო ესეთი და სკოლაში გაკეთდა ჰოსპიტალი და ჩასულები ვიყავით მაშინ სოხუმში, ეს სადღაც თუ არ ვცდები ნოემბერი, დეკემბრის თვეა და
დიდი იკარუსი იდგა მახსოვს და აი შევედით თუ არა ჰოსპიტალის შიგნით ფოიეში გაისმა გასროლის ხმა, დიდი გრუხუნის ხმა და ჭური მოხვდა იმ ავტობუსს, სადაც ჩვენი მანქანები იყო გაჩერებული. მიზან მიმართული ბომბი გამოუშვეს, რომ ეთყობა 10-და და იქ იკარუსი იყო და იკარუს მოხვდა და იკარუსი გალეწა შუაზე და რაღაცა და ჩვენ მართლა შეგვეშინდა რა. რო შემოვიდა და რაო რიში შეგეშინდა თუ კაცო ბომბი ჩამოვარდა მეტი ხო არაფერიო. ნუ ყველა დავწექით ახლა შეგვეშინდა, ნუ რა თქმა უნდა ჟურნალისტებს მთელი корпуსი იყო, ერთი 10 კაცი იყო ჟურნალისტები. არის ეგეთი თემა, როდესაც დაცვის ობიექტი არ გემორჩილება, ერთი მუშტი მუცელში, მეორე კისერში უნდა მოხუნო ზევიდან გადაეფარო და გაიყვანო უსაფრთხო ადგილას და ეს ინსტინქტურად გამომივიდა. ხო და ამომხედა და ბომბი არ ჯობდა დამცემოდა შენ დაცემასო მითხრეს. დაუნდროს სახში არის ყველა ან ტელევიზორთან მიმჯდარი, ან რადიოზე, ან ლაპარაკი რა ხდება, როგორ ხდება, ჭორები, ისენი, ესენი, ვიღაცას ურეკავ, როგორ არის, რა მოხდა, ვინ აფეთქდა, როგორ აფეთქდა, ანუ ყოველდღე ვიღაცა ყდება, ვიღაცას რაღაცა აქვს, გადარჩა თუ არ გადარჩა. აი, როგორ ეს არნორმალური სიტუაცია აბსოლუტურად. ძალიან მტკივნეული თემა იყო გაგრის დაცემა ყველასთვის და მათ შორის შევარდნაძისთვის. ჩვენ მაშინ სოხუმში ვართ. ვერაფერი ვეღარ ეშველა ამ გაგრას, ყველა ძალები მიაყარეს როგორც აფხაზებმა, ისე დაქირავებულმა სეპარატისტებმა და ასე შემდეგ და მაშინ ბატონი ჯაბა იყო, ის მე გამოვიდა იქიდან, მე გიაყარყარშვილი გავაგზავნეთ სპეციალურად, რომ გაგრის დაცვისთვის ხელმძღვანელა სამწუხაროდ იმდენად დიდი იყო ძალებს შორის განსხვავება და იქ უკვე რეგულარული ნაწილის მონაწილეობდა გაგრის ოპერაციაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ 800-900 კაცი ჩვენი იბრძოდა, ბევრი დაიღუპა, მათ შორის გიას ძმა დაიღუპა და სხვები, მაინც გაგრა ვერ შევინარჩუნეთ და ლესელიძეც დაეცა. და ნუ მოვიდა ინფორმაცია, რომ გაგრის მოსახლეობა გაიხიზნა და გავიდა სად ლესელიძეში და გამტეაჩი. ბატონმა ედვარდმა გაამზადეთ ვერტფრენი, მე გაგრაში უნდა წავიდე. მაშინ ავთო იოსელიანი იყო აფხაზეთის უშიშროების მინისტრი, ბატონი ავთო გადაეღობა მას ვერტფრენს შესვლის დროს და უთხრა ბატონ ედვარდ მე ვერ გაგიშვებთ. ჩვენს წინააღმდეგობა გაუწიეთ და ხელი კრა პირდაპირ არ მჭირდება არც დაცვა და არც შენ არ მჭირდება უთხრა მაშინ ავთო და შევიდა ვერტფრენში. ლესელიძეში რა თქმა უნდა ძალიან და განთიაჩი ძალიან რთული სურათი დააქვს და ეს ბავშვებით გამოძევებული მოსახლეობა, პრეტენზიები აბსოლუტურად სწორი. ძალიან გქონდა ქუჩაში. ძალიან. არის საშველი რა მეგრობიშელოთ. არაფერი არ დამჭა, ასე დაფიქრო. იარაღი სარაგო. 4-5 დღეა იარაღი. აუშენ ყოჩაკადელი პიცონდაში. სამი კვირა ვერ გამოვიყვანე და რაღაცა გუშელი რა. ის კატარას არავის არ ინდოდეს, სასწაულებს შვებიან გაგრაში. ჩვენ უბრალოდ პატარა ბავშვებს ვიცადეთ. გაგრა ხალხი გამოვიდნენ თქვენ. ამის შემდეგ შეიძლება მათთან ერთად ცხოვრება. მიზანები არ გამომწვდილი, არ უსწრებს. უბრალოდ ხარაკი აქვს, ვინც ხარ გამოგწევი გაგრაში აქ გამოვიდეს. იქ კლავე როგორც ჩიტებ როგორც არავინ არ არის ყოლხიდაში. მე ხო სხვანაირად არავინ ყარყარაშიც გავყვები. დათუნაშიც გავყვები, მარინაშიც მე ბრძოლაში ვერ გავყვები. ყოლხიდაში დამტოვა, ზურგი მომიხსნა და გამოიქცა, ტანკი მომდევდა და ისე მოვდიოდა. მსოვრია. ხორი ინტელიგენცია ვინმე? თითია ჩავჩიჩინე. თითია ჩავჩიჩინე. ხორი გამოვიდა ტელევიზიაში ელაბარაკო დამხას უთუთ ნამუს დაკარგეს სულ ნამუსი არ დაკარგო ნოდა დაგვეხმარ ამდე დაგვეხოცეს ამდე დაგვიწვეს ფხეცობას ამდე შეობენ და დებია ძმები აქა შულები აქ ცხოვრობ როგორ ყველაფერს ხასი გადავუსვეს ჯერ საერთოდ დავამარცხო და მე თუ ვერ გავიყოთ რაღაცა დავწყოთ ერთმანეთს დავხოცოთ ერთმანეთო თუ ასეა როგორ გითხართ მაგრამ ეგენი უნდებიან თავისი ხალხის დარბევას ზარცვას უბედურებას ხობში ასეთი ამბავი დაატრიალეს, მარტილში ასეთი უბედურება დაატრიალეს, ზუგდიდში დაატრიალებს კაცმა ეს. თუ რამე ქართული არ დარჩა. ის ხალხი, ეს არ მოხდებოდა აქ, რომ იქ ჯარი არ იყოს კიდე საჭირო. ჩვენი ხალხი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ, აი ესეთ უბედურებაში. საღამოს, როდესაც მოვრჩით ყველაფერს, გავიარეთ, შტაბში დიდი შეხვედრები იყო, ყველა სამხედროები იყვნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება.
იქ რომ მივედით, ჯიმიმ გითხრა მაისურაძემ, რომ გვიკრძალავენ აფრენას. 174 მაშინ გია ყარყარაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, გიაც ჩვენთან ერთად იყო. გიას პირდაპირ უთხრეს რაციაზე, რომ არ მიუახლოვდეთ ნაპირს ხამის საათებში 5 კილომეტრზე ახლოს და დღის საათებში 15 კილომეტრზე ახლოს. და შესთავაზეს მას, ეს არის ყველას საინტერესო. რომ გადავიდეთ ახლა ჩვენ იქით, სოჩის მხარეს, მაშინ მოგცემენ ჩვენ სათანადო თვითმფრინავს, უფრო მყარ თვითმფრინავს და ამითი გადავფრინდებით სოხუმში. რა თქმა უნდა, ეს მან არაფერთ არ დაუშვა, მე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რატომ უნდა გადავიდე და იქიდან რატომ უნდა გაფრინდო, ეს იყო მისი მოტივი. და ვინც იცნობს შევარნაძეს, ეს ამ საქმეში ყოველთვის ჯიუტი იყო, მოდი ასე ვთქვა. მოკლედ ავფრინდით, გაგრას გაუსწორდით, უკვე მოუფრინავთ სოხუმისკენ და ამ დროს გამბოჩდა ვერტფრენები. გაგვიხარდა, რომ ჩვენი დაცვა მოვიდა, ერთ-ერთი გადარჩენის შანსსაც მოებღაუჭეთ, იმიტომ რომ საშიშროება ძალიან დიდი იყო და ამ დროს მოხდა ესე, რომ ერთ-ერთ ვერტფრენი წამოგვეწია და ჩვენი ვერტფრენის ქვეშ შეძრა. ამ დროს ვიგრძენით აი საშინელი დარტყმა და ვერტფრენი აყირავდა. ძალიან დიდ განსაცდელში ჩავართ, რადგან ამ დროს ჩვენმა ვერტფრენმა დაკარგა ფაქტიურად მართვა და წავიდა წყლისკენ და პილოტის განსაკუთრებული ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი რომ არა, ნამდვილად ჩავარდებოდით და ყველაფერი დამთავრდებოდა ამით. ბატონი ედვარდი გაუნძრევლად იჯდა და ემოციაც არ გამოუხატია. აღმოჩნდა, რომ ზემოთ როგორც კი ჩვენ ავფრინდით იმ წუთში რუსეთის სამხედრო ბაზიდან აფრინდა 2 ვერტფრენი და 2 სუ სამხედრო და დაგვაჭდნენ უკან. როგორც კი ჩვენ წყობში ჩავდექით, იმ წუთში იმ ერთ-ერთმა ვერტფრენმა დაეკავა ადგილი, რომელიც კლასიკურად უნდა დაეკავა ჩვენ ვერტფრენს, ჩვენ რო ყოლოდა 4 და ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ამას ეხლა უფრო დიდხანს ყვები, ვიდრე ეს რეალობაში ის რაც მოვყვედი, ის რაც ხდებოდა, იმიტომ ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. ანუ გათვლა გაკეთებული იყო იმაზე, რომ თუ კი ეს ვერტფრენი წყალში ჩავარდებოდა, მას არავითარი არც ერთი ტყვია, არც ერთი დამსხრევი ჭურვის არ ექნებოდა. უბედური შემთხვევა. ეს იყო, ასე ვთქვათ, იდეაში. ფრინავებმა ვეღარ გაბედეს სოხუმისაკენ წასვლა და არც იყო ამის აუცილებლად და ჩვენი ვერტფრენი მოტრიალდა და დავჯექით ისევ ველესელიძის стадионе. Как раз под вашим. Он, значит, пристроился так удачно, значит, с правой стороны, что создавалось общее впечатление, что 3 единицами он сопровождается, значит, вся группа. Если они находились в ресторане 500 метров, значит, так, это было невозможно обнаружить. Значит, вы считаете, что профессиональный летчик сидел? Да, чересчур профессиональный. მიდამთავრდა მე პასუხი მოთხოვა რომ ეხლა კიდე ნუ ამ გზით ნუ გააგზელებთ წამოდი და თქვენთვის თვითმფრინავი გააგზავნოთ და გადაგვიყვანეს ეხლა მე დიდი თხოვნი და ეს პირველი ვერსია პრაქტიკულად შესრულებული იქნა აი ამ ინციდენტის შემდეგ ძალიან მძიმე მომენტი იყო საოცარი შეურაცხყოფილი და საოცარი ესე ვთქვათ აი დაამცირებულები ვიყავით ეს იყო უმძიმესი ღამე რა, ძალიან დიდი განცდით სავსე, არასოდეს არ დამავიწყდება ეს ღამე და ის როგორ ეჭირა თავი შევარდნაძეს სოჩაში. ვნახე მის ვერტფრენში მჯდომი ათობით გაფითრებული და შეშინებული ადამიანი და ვნახე შევარდნაძე, რომელსაც შიში არ ეტყობოდა, ნუ. გაცილებით ნაკლები იქნებოდა მსხვერპლი და გაცილებით ნაკლები იქნებოდა დანაკარგები, რომ შიშარები და პანიკიორები არ იყვნენ. ყველაზე დიდი მტერი დღეს საქართველოს იმ შიშარაკაცია. შეთანხმებას, რომელიც მოხდა ივლისის თვეში 93 წლის. კიდევ სამშვიდობო შეთანხმება. აი ბევრი ახლა ლაპარაკობს, რომ შევარდნაძე და მე მალევე უკვე ივლისიდან რაღაც 2 თვეში რუსებმა დაიწყეს შეტევა სოხუმზე. ბევრი ახლა ლაპარაკობს, აი შევარდნაძე როგორ მოტყუდა და რატო მოტყუდა და ივლისში რატო წავიდა ამ შეთანხმების დადებაზე. მერმა არ იცის მაშინ რა მე ივლისში თუ თელი ივლისი სოხუმში ვიყავი უკვე შრომა რო აიღეს მანამდე კამანი აიღეს უკვე სოხუმთან მოვიდნენ და ეს არის სიტუაცია და შევარდნაძემ ჩაატარა თათფირი და პირდაპირ დასვაკითხა რამდენ ხანს ჩვენ გაუძლებთ ამ ასე ვთქვათ შემოტევებს და ყველას მხრიდან იყო ძალიან პესიმისტური ხაზგადასმული პასუხი რომ ჩვენ ამას დიდხანს ვერ გაუძლებთ მე და ის დავრჩით უკვე და მეუნება, ნუ რა გვაქვს ახლა რა შეგვიძლია მოთქვა. ამ ზღურის გაკეთება შეგვიძლია. შემდეგ ამასაც დავტოვებთ თქვენ, იმიტომ რომ საშუალებები არის, შემოტანა შეუძლებელია.
აი მაშინ კი მქონდა ზნობა ისეთი როგორც თქვა რომ აი ადამიანის სიკვდილს ეძებს დადგა ვიფიქრა რაღაც ისეთი ისინი და იციო რა მინდაო მინდა რომ ახლა ჩამოვარდეს აქ ჭურვიო და ნუ მომკლასვან რაღაც ესე გამანადგუროსო და შეიძლება კიდეც ნატრონდი რომ და მოხდეს ის რაც ეკваრად გამოაფხიზლებს თემ სოფლიოს იმიტომ რომ მაშინ ჩვენ მარტონი აღმოჩნდით ძალიან დიდ ძალებთან მე რაღაცა მიხვდა რომ ეს მე არ მომეწონა რაღაც იმაში და აწია ასე მაგრამ შენ რას გერჩიო მაშინ იყო საზარკვეთის ისეთი წოთები როცა ალბათ გასაგებიცა ადამიანი ფიქრობს რომ ეს ამით დასრულდეს ყველაფერი არ დატოვა არც ერთი საშუალება რომელიც არ გამოეყენებინოს თელ მსოფლიოს ყველა ლიდერს ვისთანაც კი მას ურთიერთობა ქონია და ვის წინაშეც ვის თვალშიც მას ავტორიტეტი ქონდა ყველას მიმართა და ეს იყო საშინელი იმედგაცრუება როცა არავინ აბსოლუტურად პირდაპირ თუნდაც სამხედრო მხარდაჭერაზე არავინ არ წავიდა აი იმ დროს როცა ომი მიმდინარეობდა აფხაზეთში იყო ასე ვთქვათ ინფორმაციულად აბსოლუტურად იზოლირებული იზოლაციაში თქვენ წარმოგიდგენიათ ისეთი გიგანტი როგორც არის რუსეთი მისი საინფორმაციო საშუალებები რომელიც მუშაობს თელ სოფლიოზე და ჩვენ იქედან რაღაცა წვრილი ხმით რაღაცას ყვერივართ და ვერ ვახერხებთ რომ მივასწინოთ თელ სოფლიოს მაშინ სოფლიოს საზოგადოებრივი აზრი არ იყო ჩვენ სასარგებლოდ პირდაპირ გეტყვით არ იყო მარტო იყო დარჩენილი საქართველოს იყო მარტო და მისი ხელმძღვანელიც მარტო იყო დარჩენილი ხო და რაც შეეხება დასავლეთ მეგობრებს ერთ-ერთი შეცდომა თუ იყო ბატონი ედუარდისა ეს იყო ზუსტად რომ განსაკუთრებით ენდო ამ ხალხს და ბევრმა მათგანმა იმედები რბილად რო თქვა ვერ გაამართლა სოფლიო თვლიდა რომ ეს არის რაღაც კონფლიქტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიქ ბოლოს დემოკრატი ელცინი არის რუსეთში და ის მიხედავს ამ საქმეს ასე ჩაგვაბარა თუ შეიძლება თქვა საერთაშორისო თანამეგობრობამ მიანდო ჩვენი ბედი რუსეთს მაშინ როდესაც რუსეთი იყო ამ კონფლიქტში დაპირისპირებული საქართველოსთან опасность все же велика так что я вас приготовить бункер на всякий случай Why did you decide to come to Sukhumi to defend it? Сюда. Почему вы решили приезжать сюда, вот в такой, вы будучи президентом, главой страны, в таком опасном месте? Я дал слово сухумцам и моему народу, что буду отстаивать город и не собирался и не собираюсь покинуть, если даже произойдет самое худшее. Эч მე მგონი არავისი არ იწევს არც არც მოყარეში რომ იგი მართლაც უხორცოსავით უშიშარი იყო აფხაზეთშიც იცით ბევრი იყვნენ გამსახურდიას მომხრეები მათ შორის ჩვენ ჯარშიც იყვნენ ისინიც კი ამბობდნენ რომ შევარნაძეს რასაც ვერ დააბრალებ რომ ესე იგი ესეთი უშიშრობა და რომ უყურებდით ესე იგი ჩვენ თვითონ ვიყავით ესე ვთქვათ აღტაცებულები მისი მოქმედებით. ეხლა მთავარია სოხუმი გადარჩეს. სოხუმი და საერთოდ აფხაზეთი გადარჩეს და საქართველო გადარჩეს. უცხოელებმა მკითხეს რას ნიშნავს სოხუმი საქართველოსთვის. და რას ნიშნავს სოხუმის დაკარგვა. სოხუმის დაკარგვა ნიშნავს საქართველოს დაშლის დაწყებას. 31 დეკემბერია ჩვეულებრივად გამოპრანჭულები მივედით ესე ვთქვათ ასე ვეძახდით მაშინ სამსახურში და დილას გვეძახის გაამზადეთ თვითფრინავი. სად მივდივართ? სოხუმში მივდივართ. როგორია 31-ში სოხუმში უნდა გაფრინდი და ახალი წელი ოჯახს მოწყვეტილმა ყველაფერს ყო მთელი გეგმები. ღამეს 2 საათი იყო. გამოედგინეთ თოვლი, ქარი, სიცივე. აი მივდივარ პოსტების დასათვალიერებლად სადღაც კინთხთან მიახლოებული და 3 მანქანის კოლონა მოემგზავრება ოჩამჩირით. ინა გავაჩერე მანქანა გადმოვედი და გავაჩერე რომ ვინ არია ვინ გაბედა ვინ ფრონტეს სიახლოვეს ანთებული ფარებით დადის გზაზე საერთოდ არ ვიცოდი ის თუ ოჩამჩირიში იყო და ოჩამჩირიდან მიემგზავრებოდა სოხუმში
რომ გამოკითხავს რა ხდება ფრონტის ხაზზე, მანქანიდან გადმოხვალ გესაუბრება. ამ დროს ცივა, თოვს, ყინას, ღამია, სროლებია და რომ შვიდად გესაუბრება რა ხდება, რა მდგომარეობა, რამდენი კაცი. ჩემთვის ცნობილი იყო თქვათ ის ფაქტი თუ როგორ იარა გადამღებ ჯგუფთან ერთად აქაც რომ დაედასტურებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების მომენტი ეს გარკვეულად იყო ძალიან დიდი პიარ სვლა წარმოიდგინეთ ის რომ ის დგას ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის წინ циничного заявления о том, что грузины прекращают самолеты, кстати, сами бомбят свои собственные города. Не есть оснований для того, чтобы выразить тревогу и предупредить всех, что это не закончится добром. Пока не поздно, остановитесь. ეს იყო მცდელობა, რომ ერთის მხრივ საქართველოს შეუძლია ბრძოლა, თქვათ, აწარმოოს ისე, რომ მტერი დაამარცხოს, ეს ერთი გზავნილი იყო და მეორე მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ზეგი ჩვენ ბომბავდა რუსული ავიაცია. როცა სოხუმში შევიდნენ ჩვენი ჯარები, რუსეთში გარკვეული შეშფოთება შეიმჩნეოდა ამასთან დაკავშირებით და მაშინ ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინა ელჩინმა და მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკება. ჩრდილო კავკასიის ყველა ლიდერი ესწრებოდა ამას. მათი ხელმოწერებიცაა ამ შეთანხმებაზე. რომ აი ცეცხლი შეწყდება, ომი აღარ იქნება და მშვიდობა მყარდება აფხაზეთში. მე აზიმბამაც ხელი მოაწერა, რა თქმა უნდა, ჩემი ხელმოწერა იყო. Мы подписали как две главы государства России и Грузии затобросить. Но дальше подписались сегодня все военные противостояния прекратить, перестрелку всю прекратить. Мы не допустим, что все, что было сказано, осталось только на бумаге. Мы будем драться за то, что воцарится мир в этом нашем трудном регионе. საქართველოში ყველამ აღიქვა როგორც დიდი გამარჯვება. ომი მთავრდება, სისხლის ზღვა არ იქნება და არავითარი საფრთხე არ ემუქრება. აი ამ ესეც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ომისთვის არ ემზადებოდა. მაგრამ მაშინ სხვანაირი განწყობილება იქნებოდა თვითონ სამშვიდობო ხელშეკრულების მიმართ. საქმე იქამდე მივიდა, რომ გაგრაში ყოფი ნაწილები უკვე დაждდიან ბარჟებზე და მასშურად დაიდნენ ფოთისაკენ. ჯაბა იოსელიანი გაგრაში იყო, გაგრის თავზე. იქედან გადაყურებდა მთლიანად ეს ბიჭვინთას და სხვებდა. ჯაბა ჩამოვიდა და მეუბნება, რომ აღარავინ არ აფხაზებიც არ არიან. არც რუსები არიან. ეს ბიჭები მიდიანო, ნელ-ნელა და მე რაღა მინდა აქ. და ჯაბა წამოვიდა. მე დავთქვით, რომ შევხვდეთ გუდაუთის გადასახლებთან ან სოხუმში. ახლა ის რომ მას ბრალდებად უყენებენ ხელი რატომ მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას და რაც მერე განვითარდა რომ ხალხი დაბრუნდა ნაწილობრივ და მერე აღმოჩნდნენ ხაფანგში ამას ვერ გათვლიდა. ასე თავდაჯერებულად ამაზე თქმა რომ ეს არის აბსურდი. ასე რომ ეს შეთანხმება, როდესაც რუსები წამოვიდნენ ამ იმით, ინიციატივით, რომ მოდი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე დავდოთ, შევნაზე სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. ბუნებრივია ასე დროს ნებისმიერ ხელშეკრულებას უნდა მოაწერო ხელი, რომ მარაგით შეივსო და ჯარების რეორგანიზაციაც გააკეთო და ბევრი სხვა რამე, ანუ გამოიყენო იმისთვის, რომ გაძლიერდე. ეს ხელშეკრულება რომ თან დაედო სახელმწიფოს მეთაურს. მერწმუნეთ უფრო კარგად ფლობდი სამხედრო ვითარებას. ორ თვეში ჩვენი სადაც სამხედრო მასალები მთლიანად ამოგვეწურებოდა და ყოველდღიურად ცარიელდებოდა საარტილერიო ჭურვების საწყობები. იმ პერიოდში აი დროები დარეგულირდა, მაგრამ მე რუსებმა ხელახლა დაიწყეს ესე რომ ვთქვათ აგრესიული ქმედებები და არ უღეს ფაქტიურად ყველა შეთანხმება და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დაიწყო შეტევა გაგრაზე. გაგრაში სულ 20 ბიჭი იყო. 20 ბიჭი
და მირეკავს მორიგე ვინც იყო ახლა თბილისშია ეს მე მგონი მირეკავს რომ აი დაიწყეს შემოტევაო და სულ 20 კაცია და ისინი 400-500 არიან მათ შორის რა თქმა უნდა უმრავლესობა რუსები გაგრა აიღეს და მერე დაიძრენ თანდათანობით ლესელიძისკენ დამიძახის რომ ბატონ ედვარდი გეძახის რომ შევედი და მეუბნება რომ გრეჩკოს დაჩაზე წავიდეთ ხო აუ მე გრეჩკოს დაჩა იყო ერთი ყველაზე საზღვარი ადგილი რა ახლა ჩქარა თუ გავივლით კარგი იქნება ჯერ ეს ერთი ზემოდან დაყურებდნენ ასე ვთქვათ აფხაზების და რუსების პოზიციები მე ეს იყო შესართავი სადაც გუმის და ზღვას უერთდებოდა იქ იყო ვებერთელა ძალიან დიდი მანდარინების ბაღი დაიჩუდა იგივე რომ როგორც პოზიცია იყო კატასტროფული, იმიტომ რომ ნუ დაახლოებით კილომეტრი ფეხით უნდა გევლო გაშლილ ადგილზე იმისთვის რომ მისულიყავი ჩვენ პოზიციებამდე. მე ვთქვი ბატონ ედვარდ რაღა გრეჩკოს დაჩა. იქიდან არაფერი არ ჩანს მეთქი რა. წამოდით მეთქი შრომაში იქიდან ყველაფერი კარგად ჩანს და მე ვაკო დასათვალიერებლად არა ვარ მოსულიო ჯარისკაცების ნახვა მინდაო. ნუ ეხლა აღარ ქონდა აზრი კამაც და გადარწმუნებას, იმიტომ რომ რახან თქვა ედუარდ შევარდნაძე როგორ შეიძლება რაღაცა წვია გავარდეს და ის ქარმისულიყო. სადაც ყველაზე რთული პოზიციები იქ იყო. როგორი დამოკიდებულება იჩდება თან. უშუალოდ იმ ადგილას, სადაც ყოველ წუთში ეცეკიდია ყველა ჩვენთაგანი, ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. ეხლა მე ისეთი გზნობა მაქვს, რომ თქოს კიდევ ვერ გავრკვეულ ვარ, ნუ თუ შეიძლება ეს ფრონტის ხაზი იყოს. აი ამიტომ იმის გზნობაც არ მაქვს, რომ მაშინ შეიძლება ვიღაცამ გესროლოს. ერთი რამე ვთხოვე, მაშინ ახალი მე მგონი ბეიკერმა თუ ვიღაცამ ზუსტად არ ვიცი შეიძლება გამოაგზავნეს სამხედრო ფორმები. ამერიკული სამხედრო ფორმები და ბატონ ედვარდის დაცვას ეცვა ეს ახალ-ახალი ამერიკული ფორმები. უყურებ და ვეუბნები იქიდან იმა დურბინდები ხო აქვს კაც ხო უყურებ რა ხდება. ეს მეთქი ახლა ესენი რომ დაინახონ, ეგრევე მიხვდებიან რომ ვიღაცა ძალიან სერიოზული თანამდებობის პირია ჩამოსული და მეთქი იქნება რა ვქნა გავხადოთ, არა მე ვთქვი არ გავხადოთ, უბრალოდ ნაწილი დარჩეს მეთქი რამდენიმე კაცი, ვინც უშუალოდ თქვენს გარშემო იქნება. დანარჩენებს ჩემებს ამოვიყვან ჯობია, იმიტომ რომ უკეთესად ადგილიც უკეთესად იციან, ისეთი ფორმებიც აწვია რომ ყურადღებას არავინ არ მიაქცევს. მაგრამ მაინც შეგვამჩნიეს თურმე. რომ მივედით პოზიციებზე ჯარისკაცებს შევხვდით, ეხლა ნუ ცანგრებში რომ დაინახეს მოსული შევარდნაძე, ეხლა თან საათ გუმისტაზე ყველაზე რთულ ადგილას. ბუნებრივია სამხედროებისთვის, ნებისმიერი ჯარისკაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთ ყურადღებას და ესეთ თავგანწირვას ხედავს, იმიტომ იქ მისვლა ეხლა არ იყო ადგილი. იქით არ გახსოვს? მიდი უნდა გქონდეს. იქით არ გახსოვს და ჩერჯერობით აქ არა სწორედ არ არის. სუხუმელები ხარ თუ? აუ, გულიფშენ რა არის? მე ვარ ერთი აქ დაუთელი. ესე მეზობლე მამიდაშვილი დედაშვილი სუღელა იქით იყო. დედის სუღელა. ბავშვი ახალგაზრდები გამოვიდნენ. მეზობლები არიან ძალიან ბევრი დაუყურებელი. ჩვენი ძმისშვილები, დიშვილები, ჩვენი მომავალი თაობა, რა ისეთ საქართველოს ცხოვრობდეს, რომელშიც ღიბეს ცხოვრობს. სიყვარული შემოგვიყვება. ზოგადად საქართველოს დარჩვა გლეჯვა არის, უძრა საქართველო. ასეთ საქართველოზე არ ვფიქრობდი და არ ვნატრობდი. საშინელებაა. ჩვენ აქ ვიღებთ უკან ხალხი ჯარცვითა და მარადიორობით დიდრდება. ჯერ ეს რა სიმდიდრე არის. გული წდება ასეთ გამომრაბიჯებს. ამაში გული წდება. იცი რა გითხრათ, შენ და შენიშნები ააშენებენ ახალ საქართველოს და თავისუფალ საქართველოს ხოლმე.
კაცი არ გავა რამდენიმე კაცი გავდა იქით რა. ცრემლებს ვერ გაეხაინა შენ და შენი. ნუ ახლა ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავათქმევინეთ და ბოლო-ბოლო შევიყვანეთ პატარა შენობაში და აივანი ქონდა ამ შენობას, რომელიც პირდაპირ გადაყურებდა აფხაზების პოზიციებს. პირდაპირ ხედავდით, აი როგორ დადიოდნენ რუსები აფხაზები, სადიდგა მაგათი არტილერია და შემდეგ და შემდეგ. ყველაზე მეტად დატანჯული იყო მისი დაცვა. ხო, ერო ქუდი დაიხურე მეთქი და შემომხედა ესე და რა იყო მიცნობენო? ნუ რა უნდა მეთქვა ახლა, შენ დაიხურე ქუდიო მითხრა. მაგრამ ნუ აი ფაქტიურად აივანზე გავიდა და უყურებდა პირდაპირ იქით და მართლა ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა იმისა, რომ მართლა რაღაცა მოხდარიყო. ზოგიერთ დავინახეთ ადამიანებს. იქეთ არიან ამასთან არა აქანი რაფერაა ჩასაფრებული არიან იქანი ბეტონის ნუ ქვემოთ ჩამოსვლა რომ დავიწყეთ ატყდა სროლა იქიდან და იძახიან რომ აქედან ახლა არ შეიძლება დაძვრა იმიტომ რომ ამ სახსა და მეორე სახს შორის მანძილი იყო დაახლოებით 50 მეტრი დაახლოებით თუ არ ვცდები აქედან იქამდე და ის იმ ადგილებში ისროდნენ ზუსტად ბატონო გოგაო დროზე უნდა გავიდეთ აქედან ეთყობა ჭურვები არა აქვთო და მოიტანენ ამ ჭურვებს ადრე თუ გვიანო და დაადებენ ამ სახსო და მეყოლე ვარდივით მერე ვეღარც სახლი გვიშველის და ვეღარც ვერაფერი ამიტომ დროზე უნდა გავიდეთ აქედანო და იმანაც რამდენი ხანი უნდა ვიდგეთო ახლა აქაო ახლა დაუდეგარიკა ახლა ერთ ადგილას უნდა იქ რაღაც სამხედროებსაც დაელაპარაკა და უთხრა გავდივართო რთული ძალიან რთული ბრონეჟილეტის ჩაცმა არ უყვარდა ეს ბიჭები გამწარებულები დაძდებდნენ ბრონეჟილეტები გაიხადეს ესე დადგა მწკრივი ეს ბრონეჟილეტები ხელებზე ჩამოიკიდეს ერთმანეთზე დადეს კედელივით გაკეთდა ერთი მხრიდან მაგრამ ეს კედელის ბრონეჟილეტი მოკლეა ტანს და თავს კი იცავს მაგრამ ფეხს ვერ იცავს ეხა ამხელა ბრონეჟილეტები არ არსებობს რო გავედით ამ გაშლილ ადგილას რა ნაბიჯს არ უმატებს რა ნელა მოდის მეორე ბატონეთ ვარ ცოტა ნაბიჯი გამოადგინეთ კი ეგრე არ არის მთლად საქმე ეხლა ადამიანები ვართ ხო ეხლა იქიდან ზუზუ წვილი მოდის ისეთი რომ აი მე ვისავით აი ნაბიჯი არა უჩქარა რა აი როგორც მივდიოდით ესე აი ესე ნაბიჯით მივედით იმხამდე Стой, идёт. Всё, вот здесь остановись. Дача. Стой. Рато. Ара, ის. დამლადავ და ფეხი გავიაროთ. ავიდეთ. იქ საშიში არა? აი ჩვენ აქეთა ის არ შორის ზევა შემიძლია არც ამაგიეროს გადახდა. მაგრამ თუ თქვენ გინდათ ისეთი სახელმწიფოს მეთაური ყავდეთ, რომელსაც თავმოყრობა არ გააჩნია. რომელსაც სახელში აფურთხებენ და ის ჩვეულებრივად იწმენს ხოლმე. მე ასეთი სახელმწიფოს მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე არ ვიქნები და ვერ ვიქნები. როცა შეგიგინებენ იმას, რაც შენთვის წმინდა, არ შენ მონაპოვრად და შენ თავთან უძილო ღამეების ბრძოლის შედეგად გადალახე და გადაიტანე, ამას მე ვერ მოვიტენ და არ მოვიტენ. როცა მე ცილს დამწამებენ იმაში, რომ მე კომუნისტური რეჟიმის წესებით და კომუნისტური მეთოდებით მინდა იმუშაო, ამას მე არ მოვიტენ და ვერ მოვიტენ. ბატონმა ჯაბამ გაიხსენა, რომ მე ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე. დავიწყე კი მართალია და მე შედეგიო შედეგი ის იყო, რომ მე მივხვდი, რომ დაალპა ის საზოგადოება. და იმ სისტემის შეცვლისათვის ვიბრძოლე, როგორც შემეძლო და ვინ გააკეთა მეტი, ეს ღმერთმა განსაჯოს და ხალხის სამართალმა განსაჯოს. იმ სისტემის დასამხობად და დასაშლელად. და ბევრი სხვა რამ კიდე. ნუ გარგავთ ამას საქართველოს. ეს ერთი კაცის საკუთრება არ არის. ნუ რაც შემეძლო მუშაობდი პარლამენტმა, რთული იყო 26 პარტია იყო პარლამენტში. მათ შორის იყვნენ არა მარტო ოპოზიციონერები, არამედ ისეთები, რომლებსაც არაფრად არ უღირდა თქვა პირადი შეურაცხყოფა. რაზე მეუბნებით იმას, რომ ვეკაჩეპეს და შესახებ მას და გარბაჩოვის შესახებ განსახილდია და შევარდნაძეს ერთი აზრი ჰქონდა და ამას რაღაცას ატრიალებთ სხვადასხვა პროგრამაში. არ ცხენიათ კაცო.
ეს არის აი სისხლი და გულღვიძლი მიდუხს ახლა. როგორ მეგავს ამის ლაბარაკს? მე ცეცხლზე გავედი იქ მოსკოვში, ეს არ იყო თბილისი. მოითმინეთ ახლა. გას მოწყდინებ. მოითმინეთ როგორი ხართ ახლა? ნუ მოწყდინებ. დაბრძანდით იქ თქვენ. მე თქვენ გაგვით რა იყო და რა არ იყო? თქვენ წესები გაქვთ, მე ჩემი წესი მაქვს. ვინ იყო ის ვის ლაბარაკობდა დიქტატორა მორდის? ფრთხილად იყავით მთელი მსოფლიო. და ვინ არ შეებღავჭათ այս ძალიან მაღალ სკალას და მაღალ მდგომარეობას. ვინ იყო ეს კაცი? შევარდნაძე იყო ისა. როგორ მძამენ ცილს? და როგორ ისწავლენ დისციპლინას საქართველოს და შევარდნაძეს პარტიის მსოფლიოში, იმიტომ რომ დემოკრატიისთვის იბრძოდა და იბრძოლებს. სანამ სული მიდგას. რა დიქტატორას მეუბნებით, რაზე მელაპარაკები? კანკალებ აღარ შემიძლია. ჯაბა ძალიან ცუდი სიტყვით გამოვიდა. ეს არ იყო მარტო ჯაბა სიტყვით გამოწვეული. ძალიან ბევრი საყვედური ისმოდა შევარდნაძის მიმართ. ძალიან ბევრი უსამართლო გამოთქმები იყო. ძალიან კაცრი იყო ოპოზიცია, რომელიც ფაქტიურად არაფერს არ აკეთებდა გარდა იმისა, რომ აკრიტიკებდა შევარდნაძეს და შევარდნაძეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებოდა. ეს ყველაფერი უკვე მოგროვებული იყო. პირველად ვამბობ ჩემ ცხოვრებაში, იყვნენ ადამიანები და ისინი ცოცხალი არიან, ზოგი აქაც არის, ზოგი სხვაგან არის კიდე. სოხუმის ჩავარებაზე ვიყავ ზად. იმისათვის რომ რაღაცა გადადგეს. იყო ეს ამბავი, მე ჩემი ვიცი ეს ზუსტად ვიცი, არ მithქვამს, ღმერთო ჩემო, ვერ კადრე ჩემ ხალხს რომ ჩვენთან არის ასეთი ხალხი. და 12 დღე რაღაც იქო ვეგდე მაპატიეთ. იმისათვის რომ ვიცოდი ეს მზადდება. რა ვქნა ხა ვეღარ ამის შემდეგ. და ამის შემდეგ ვიყავი მეიძულებული, ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა. ვიყავი იძულებული წავსულიყავი სოშის ხელშეკრულებაზე. მე წელიწად ნახევარია რის მოთმენა შეიძლება და ყველაფერი მოითმინე. რის მოთმენა შეიძლებოდა. ყველაფერი მოითმინე, გარდა დებისგინებისა. როცა საქმე მივიდა რაღაც პირად შეურაცხყოფაზე, მართლაც ერთ რამდენიმე დღე ვითმინე და მე ვთქვი რომ მე აქ აღარ დავრჩები. მოშერე დამთავრდა. ჩემი მოთმინებას გონდა საზღვარი. დღეიდან შევარდნაძე გადამდგარია. და მაშ ხალხი მახსოვს ძალიან ბევრი მოვიდა იქ. შემდეგ ჩემთან შემოვიდა ერთი ჯგუფი ინტელიგენციისა. მე მახსოვს ქალბობინი სოფიკო ჭიაურელი, თვალსწრები ქალბობინი გურანდა იყო, სხვები 25-30 კაცი და ასე ხელს მიბჯახვნებდნენ. ახლაც მახსოვს აი ყურში ახლაც მიდგას ეს ხმა, სოფიკო ასე ურტყამდა ხელს. ხელი დაურტყა. ამ წუთში დაბრუნდით, თორე სოფიკოს ხასიათი იყო ეს. შეიძლება სოფიკომაც კი გადაწყვიტა ეს მომენტი, რომ შევარდნაძე დარჩა. ნუ რა თქმა უნდა მე შევწუხდი და შეწუხებული იყო აი ბუნებრივი ეს არ იყო ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ნაბიჯი, მაგრამ ხო არის ადამიანს აქვს რაღაც მოთმინების ზღვარი და ამ ზღვარი მე უკვე გადავლახე მაშინ. ერთი ინტერვიუ მქონდა, რომელიც არ შემოგვინახა სამწუხაროდ არქივმა, ეს არის ინტერვიუ, როდესაც ხალხმა დაიჩოქა, თუ გახსოვთ. არ მოეწონა და მე თვითონ მთხოვა, რომ არ გინდა ესა, ნუ გაუშვებო ამასო. არ მოეწონა რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია მის გადადგომის ფაქტმა და თვლიდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ამან გამოიწვია ის, რაც მოხდა მერე შემდგომში და მთლიანად თავიდან ბოლომდე მთელ ამ ეპიზოდს ისაფასებდა უარყოფითად. უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. ხმა ღვთისა და ხმა ერისა. და სწორედ მეორე თუ მესამე დღეს წავიდა სოხუმში და ეს სოხუმის ტრაგედია მერე დატრიალდა.